14 თებერვალს ვალენტინობის დღის აღსანიშნავად ოზურგეთში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში შეყვარებული წყვილები ამაღლებული განწყობით ხვდებიან. მართლმადიდებლური ეკლესია კი ამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის ემზადება და მრევლ სულიერი ამაღლებისაკენ მოუწოდებს. სულ რამდენიმე წელია 14 თებერვალს ვალენტინობას საქართველოშიც აღნიშნავენ. დილიდან წყვილების სიმრავლე ოზურგეთის ქუჩებში შეიმჩნეოდა. კამერის ობიექტივმა ჩვენი პირველი რესპონდენტი გიორგი ასათიანი დააფიქსირა, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის თაიგულს არჩევდა. ჩემი შეყვარებულისთვის მიმაქვს ეს ყვავილები და არ ვიცი, ალბათ ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს და ჩემთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია. და მე მინდა ასე ვთქვათ, ყველა ადამიანს მიულოცო დღევანდელი დღე. გიორგისგან განსხვავებით ზაზა კვესიაშვილმა არჩევანი სათამაშოზე გააკეთა. როგორც შევამჩნიეთ, შეყვარებული გოგონა საჩუქრით კმაყოფილი დარჩა. 5 წელია მყავს საყვარელი ადამიანი, ავიცი, წელს პირველად ესე აჩუქე რაღაცა, დათუნია ისეთი, თუ გიყვარს აფასებ, მაინც უნდა აღნიშნო. სიყვარულის და განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს, თუმცა ნათქვამია სიყვარულს ასაკი არა აქვსო. მეუღლე მომიტანა ყავდი და მომართვა, მომილოთა სიმბოლურად. ყოველთვის რა. იმიტომ რომ სიყვარულის დღეა. აი, ჩემი ქმარმა აჩუკა. გახარებული ვარ, სულ კარგად იყოს ყველა ოჯახები და მეც. მართალია ამ დღეს დიდი თუ პატარა მხიარული განწყობით ხვდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის ვინ იყო ვალენტინი. წმინდა ვალენტინის რეალურ ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით ის იყო ბერი, რომელიც რომის იმპერიაში ჯარისკაცებს დაოჯახების ნებას რთავდა, რაც მანამდე აკრძალული იყო. ჩათვალეს რომ რადგან ის ხელს უწყობდა რომელი ჯარისკაცების ოჯახის შექმნას იყო სიყვარულის წმინდანი. და არა და არც ისინი აღიარებდნენ, კათოლიკები არ აღიარებენ ვალენტინას, წმინდანად ვალენტინობა. მაგრამ რადგანაც ადამიანური სისუსტის გამო ფიქრობენ, რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არა და არავითარი დღესასწაული არ არის დღეს, ამ ხრივ, ამ მნიშვნელობით, მაგრამ არის წინა დღესასწაული მირქმისა, სიონ მართლისა, როცა 15 თებერვალს, ანუ ხვალდელ დღეს სიონ მართალმა მირქვა მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ნამდვილად დიდებული დღესასწაულია. არავინ იცის კიდევ რამდენ წელს გაგრძელდება ვალენტინობის აღნიშვნა. ერთი კი ცხადია, მართლმადიდებელი მრევლი ამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი, მირქმის დღესასწაულისთვის უნდა მოემზადოს.